გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა და ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკაზე. როდის შეიძლება გაიღოს კარი, რა პირობით და როდის იზეიმებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ამ დარბაზში, ამ დროშებთან წითელ ხალიჩაზე ახალი წევრი ქვეყნის ან ახალი წევრი სახელმწიფოების მიღებას. პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია უნდა გაფართოვდეს და გაერთიანდეს მიღებულია, თარიღი კი 2030 წელია. 2030 წელი ყველაზე ოპტიმალურ თარიღად დაასახელა ჯერ კიდევ ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, მას ძალიან კარგად იცნობს წესით ქართველი მაყურებელი და მსმენელი, ვინაიდან ის რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში, აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში და ესეც რომ არა, უნდა გვახსოვდეს წესით, ვინ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს პოლიტიკოსი ევროპული საბჭოდან იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მან ეს განცხადება აქ გააკეთა ევროპული საბჭოს შენობაში. მან თქვა, რომ 2030 წლისთვის წესით მზად უნდა იყოს ევროკავშირი თავად, გამოვლილი ქონდეს ის რეფორმა, რომლითაც უფრო მორგებული იქნება არა 27-ზე, არამედ უფრო მეტ სახელმწიფოზე და კანდიდატის სახელმწიფოებიც უნდა მზად იყვნენ ამ დროისათვის და მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირმა ახალი წევრი ქვეყნების მიღების შესახებ. ეს საკითხი გააქტიურდა ძალიან მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნები დარწმუნდნენ იმაში, რომ ორგანიზაციის კარი აუცილებლად უნდა გაიღოს და ეს იქნება სტრატეგიული ინვესტიცია ჩადებული მომავალში, სწორედ ასე აღიქვამენ ევროკავშირის ლიდერები შემდგომ გაფართოებას და გაფართოების შემდგომ ტალღას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ როდესაც არის საუბარი ევროკავშირის მომავალ გაფართოებაზე, ლიდერები ამბობენ, რომ ეს არ არის შეჯიბრი და რბოლა კონკურენცია ქვეყნებს შორის, თითოეულ სახელმწიფოს აქვს თავისი გზა და საშინაო დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს, რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, კრიტერიუმები დაკმაყოფილდეს და ამ დროისათვისაც კი კანდიდატის სახელმწიფოები მომზადების და სტანდარტებთან დაახლოების სხვადასხვა ეტაპზე არიან. ეს გზა თითოეულს გასავლელი აქვს და ვინც უფრო მალე მიიღებს რეფორმებს, გაატარებს იმ საჭირო ზომებს, რაც არის აუცილებელი კოპენჰაგენის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, ის უფრო მალე მივა ფინიშის ხაზამდე და გაუადვილებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც გადაწყვეტილების მიღებას, რომ მიიღონ ორგანიზაციაში. დაჩქარებული პროცედურები არ არსებობს, ამბობენ ევროკავშირის ლიდერები და მოუწოდებენ ყველა სახელმწიფოს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ დრო იმისათვის, რომ მოემზადონ 2030 წლისთვის. 2029 წელს იწურება მანდატი ამ კომისიის და ევროპული საბჭოს ამ შემადგენლობის და შესაძლოა უფრო ადრეც გაიხსნას კარი, არავინ იცის, გააჩნია შესაძლებლობების ფანჯარა, როდის გაჩნდება და ყველაზე მთავარი. ამბობენ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა და კარი ყოველთვის ღია არ იქნება. ამიტომ ეს მომენტი გამოსაყენებელია, ისტორიული მომენტი გამოსაყენებელია იმისათვის, რომ იმ სახელმწიფოებმა რომლებმაც განაცხადეს, რომ სურთ ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ, იყვნენ მზად კარის გაღებისთვის. მაშინ, როდესაც ეს მომენტი დადგება და არ დარჩნენ კარის მიღმა და არ უყურონ თუ როგორ გაწევრიანდებიან სხვა სახელმწიფოები და მხოლოდ მაყურებლის როლში დარჩნენ და არა იმ მაგიდასთან, სადაც ევროკავშირის ბედი და ევროკავშირის მომავალი წყდება. ჩვენ შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ სხვა კრიტერიუმებზე, სხვა რეკომენდაციებზე და ასევე სახელმწიფოების მომზადების ხარისხზე და დონეზე, თუ რომელი სად იმყოფება. დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა, დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.